5 წლის იუბილე რუსთაველის თეატრში ემჯგუფს დაბადების დღე კონცერტი თვით ნანი ბრეგვაძემ მიულოცა. მეორე განყოფილება კი წმინდად კულინარულია, საუკეთესო კერძებით ცნობილი შებზარეულისგან, რომელიც ემჯგუფის სავიზიტო ბარათად იქცა. ახლა პირდაპირ ეთერში ვთავთ რუსთაველის თეატრს, სადაც ჩვენი კორესპონდენტი მაია ლომიძე იმყოფება. მაია, საინტერესოა, ეხლა რომელი განყოფილება მიმდინარეობს ზეიმის? ემჯგუფის იუბილე დასასრულისკენ მიდის. მოსვლა კი სტუმრებმა რუსთაველის თეატრში საღამოს 7 საათიდან დაიწყეს. წითელი ხალიჩის გავლით ისინი ჯერ პრეს ბანერთან ირებდნენ ფოტოგრაფებისთვის, მცირე კოქტეილის შემდეგ კი ისინი მცირე დარბაზში შეიპატიჟეს. 2000-მდე ჰოლანდიური ვარდით მორთულ 20 მაგიდასთან საკუთარი ადგილები დაიკავეს დიპკორპუსის, მთავრობის და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმა. 130-ვე სტუმრისთვის ამ საღამოს ნანი ბრეგვაძემ ღეროდა და როგორც თქვენ აღნიშნეთ, დღევანდელ საღამოს იყო მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილი ჯორჯიან ფიუჟენი, ანუ თანამედროვე ჩეფუთული ქართული სამზარეულო. აპეტაიზერების და მთავარი კერძების შემდეგ კი სტუმრებს სიგარას და დესერტის ბუფეტს შესთავაზებენ. თუმცა, როგორც ყველა იუბილეზე, ამჯერადაც მთავარი დესერტი, რა თქმა უნდა, იქნება სადღესასწაულო ტორტი. უკვე აღინიშნა, რომ ემჯგუფი 5 წლის შესრულდა, მაგრამ ეს არ იქნება ტორტი 5-იანით. შესაძლოა, იმიტომ რომ არ დამსგავსებოდა პოლიტიკურ განაცხადს, ან შესაძლოა კომპანიის კრეატიული დამოკიდებულების გამო კულინარიული საქმისადმი მთავარი ტკბილეულის დიზაინი დღევანდელი საღამოსათვის ნინო ჩუბინიშვილს შეუკვეთეს. განმავლობაში ემჯგუფი საკმაოდ გაიზარდა. არის ბევრი წარმატებები ჩემი აზრით. ეს აისახება იმაში, რომ ვითარდება ახალი პროექტები და 2011 წლის ბოლომდე ჩვენ რამოდენიმე კიდე ახალ პროექტს შევთავაზეთ ჩვენ მოხმარებას. ერთ-ერთი მსხვილი კომპანია და წარმატება მინდა ვუსურვო, იმიტომ რომ ასეთი კომპანიების წარმატება არის ყველა ჩვენთაგანის წარმატება, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ასეთი კომპანია, მით უფრო მეტია სამუშაო, მით უფრო მეტია სამუშაო ადგილი, აქედან გამომდინარე ჩვენი ამოცანა სწორედ ესაა, იმიტომ რომ კერძო სფერო უნდა განვითარდეს და კერძო სფეროში უნდა დასაქმდეს ადამიანი, ხოლო ასე იქნება გრძელვადიანი სამუშაო ადგილი. ამ თვალსაზრისით ემჯგუფი მართლაც ერთ-ერთი ლიდერია და მინდა წარმატება და კიდევ უფრო მეტი გაფართოება უსურვო, რომ ისევე რომ ეს თითოეული ჩვენთაგანი თითოეული თბილისელისთვის იქნება წარმატება. ძალიან მინდა რომ კარგად ჩატარდეს ეს საღამო, იმიტომ რომ ისეთი მდენი ახალგაზრდა ისინი ძალიან მიხარია რომ ახალგაზრდებს შორის რაღაცა მოინდომეს და თქვენს რომ აქ სურვილი რომ მე გავოვიდე მათთან. ეს ძალიან კარგია და ასევე ჩემ შვილებთან ერთად. ემჯგუფი 5 წლის მანძილზე 15-მდე სხვადასხვა კონცეფციის რესტორნისა და სასტუმროს მფლობელი გახდა და დღეს კომპანიის დაბადების დღე შეკრების საზოგადოებას კიდევ ერთი საქველმოქმედო ინიციატივის შესახებ აუწყეს. დღეიდან 1 თვის მანძილზე შემოსული თანხის 10%-ს ემჯგუფი ბედიანის ბავშვთა სახლს გადაუხადავს. ელომძე საუბრობდა რუსთაველის თეატრიდან პირდაპირ ეთერში, მადლობა.